გამარჯობა. აი, მინდა რომ ესე ვიფრიალო, ისეთი სტუდია გვაქვს. ძალიან ბევრი ნაცისხე, ყველა განსხვავებული, ყველა გამორჩეული, ყველა სხვადასხვა რამის გამომხატველი. ჭყვიალა, სასარგებლო, გემრიელი, ფერადი, არ ვიცი, ხიარული, მუსიკალური, ნაბზური, მინერალური წყალი, თაფლი, რა ვიცი, მაგრამ ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი. ყველა ძალიან შთამბეჭდავია. მათ შორის ჩვენიც ჩაერთო ამ კონკურსში დღეიდან. დღეს უფრო სწორად მიწურულს ამ კონკურსს. ეხლა პირველ რიგში ვინც დღეს შობას აღნიშნავს ნავს, ყველა იმ ადამიანს გვინდა რომ მიულოცოთ დღევანდელი დღე. გილოცავთ ერთ-ერთ უმთავრეს ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელიც ყველასათვის არის რაღაცა განსაკუთრებული ჟღუანტელის და განსაკუთრებული ემოციის მომტანი. ყველას გილოცავთ, გისურვებთ მშვიდობას და ამ დღის მადლს, ასე ვთქვათ. დიმა, როგორ ახარ? ნუ თქვა რა მე. როგორ დავთვალე? ჩვენ რატო გვაქვს სამდენად ხო ნაუხსნათ ეხა ჩვენს ტელევიზორს. გეტყვი, არ იცი? ეჭვი მაქვს რაღაცა ეჭვი მაქვს. ეს უკვე ძალიან ბევრი წლის ტრადიცია, როდესაც ქუჩაში გამოიტანენ ბევრ ნაძვისხეს და ყველა დამთვალიერებელს აქვს საშუალება შეაფასოს, მოიწონოს, შეიძლება გაეღიმოს კიდევაც ზოგს, იმიტომ რომ არის ძალიან ორიგინალური, გამორჩეული და როგორც წესი გამოხატავს ხოლმე სწორედ იმ კომპანიის კონცეფციას, რომლის მიერაც არის შექმნილი ეს ნაძვისხე. მაგრამ 4 წლიდან უკვე თბილისში სტარდება ნაძვისხეების გამოფენა. 22 დეკემბერს გაიმართა ბამბის რიგში და ჩვენ დღეს გვექნება საშუალება არა მარტო დავათვალიეროთ ეს ულამაზესი სანახავ უფრო დეტალებიც გავარკვიოთ, არამედ გავსინჯოთ კიდევაც თანხმები და რაც თავარია ეს ხელით კი არა თაფლი უწევია. რომელი პატრონები იქნება რაც თავარია დღეს ჩვენ გავიგებთ რომელი ნაძვისხეა გამარჯვებული, იმიტომ რომ ფარულად მოხდა ასე ვთქვათ დამთვალიერებლის მიერ ხმის მიცემა, შეფასება და მე მგონი თავად ამ კომპანიებიც არიციან ვინ არის გამარჯვებული. პირობითებთ რომ ყველა გამარჯვებულია. ესეთი მაგარია ყველა. გეთანხმები. ეს პირობითია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა ალბათ. კარგით, მოდით ჩვენ სტუმრებს წარმოგიდგენთ და შემდეგ თითოეულ ნაძვისხეს სათითაოდ გავიცნობთ, მივალთ და შევაფასებთ ჩვენც. საახალწლო ფესტივალის ორგანიზატორი თინათინ სამყურაშვილი და დიზაინერი თამარ გიორგაძე არიან დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები. გამარჯობა, მოგბრძანდით. აი, დიზაინერმა საკუთარ ნაძვისხესთან და საკუთარ შექმნილ ნაძვისხესთან დაიკავა ადგილი. თიკო, მე როგორც ხედავ, საკმაოდ ამოგეთ არიღლებია კომპანიები წლიდან წლამდე იმით, რომ იდეები გენერირება მოახდინა შიგნით, ასე ვთქვათ. კომპანიების ჩამონათვალი იცვლება თუ თქვათ ყავთ სტაბილურად ერთგული კომპანიები. ერთგული კომპანიებიც ყავს, მოგესალმებით, პირველ რიგში გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. ერთგული კომპანიებიც ყავს და ასევე იცვლება ყოველწლიურად. წელს 9 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წარმოადგინა თავისი საახალწლო განწყობა და ვფიქრობ, რომ კარგად ხვდებიან ახალ წელს. ხუთქუჩა. მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ხმამ, ჯეპრამ, რასანამ თქვენ ჩამოთვლით? უნდა თან დავათვალიეროთ. მე არ ყოფილა ამ ფესტივალზე ბამბის. მე რაზეც ხდება ეს გულო, აი თბილისის დინამო და ესეთ ბრენდები რო არიღებენ ამაში მონაწილეობას. მომავალ წელს მათაც ჩავთ. მე თავაზობ ახლა კონკრეტულად დინამოს ამ შემთხვევაში. სპორტული ნაძვისხეები გავაკეთებ. მე კიდე ღბერს რომ მიიღო მონაწილეობა. ხო რა მაგარი იქნება წარმოიდგინე? ნახეთ რა თვალუწვდენელია გავს ნაძვისხე. მანთან მოეხარები არ ჩანს. არ ჩანსია თუ არ ვწდები. როგორ? 4 მეტრს აღწევს ან ცოტა მეტია. ცოტა შიშობდით რომ სტუდიაში ვერ თითქმის აი განათების მოწყობილობას მიწვდა, არის ძალიან გემოვნებით გაკეთებული ჩემი აზრით და კი, ძალიან გემოვნებიანია.
ნამდვილად. შენ სტუდიაში 116 ადამიანი ყავდა ორკესტრი ერთხელ. ვერასამბო. და სიმაღლეზე ჯერ არ გვისინჯია. და ნახოთ რა ვიცი. აი ბახმარას ბოთლები ჩამოუკიდია მაგალითად. ნაბეღლავის ნაწვისხა. ნაბეღლავი იქ. ნაბეღლავი რა აქტუალურია ხელწების აი ამ პერიოდში განსაკუთრებით. აქეთაც უწვალიათ ნამდვილად. ეს მუსიკალური ნაძვისხე აქ არის რადიო დარდიმანდის და აფხაზეთის ხმის კომპაქტ დისკებით აწყობილი ეს ნაძვისხე. ნახეთ როგორი ნამუშევარია, ასე ვთქვათ და ნაშრომი ორიგინალურია ნამდვილად. თავარია იქ რა სიმღერებია შიგნით, ესეც მაინტერესებს. დარდიმანდული. ეს არის ჩემი საყვარელი ნაძვისხე თაფლისები. ჩემი დათუნია. ნახეთ, მომასია. ქრისტინე არ გამოასალო გწოლ. ძალიან მინდა. ეს არის ჯანსაღი პროდუქტი, ასეთი კომპანია, ხო? კი. ძალიან ლამაზია. აი ეს ვინ არის? ეს არის დიზაინერების ქეთი ცინცაძის, ქეთი კახიძის, უკაცრავად და ნელიკო ცინცაძის ნაძვისხე. განსხვავებული აი ყოველწლიურად რომ იცვლებიან ერთ-ერთია, იმიტომ რომ დიზაინერმა მიიღო მართალია, აი პატარ-პატარა ნაძვისხეებით. ბილია. ჩვენ ხომ უნდა ვაკოთ ეს დიზაინერები, რომ სხვა დიზაინერებმა მოუწეს კონკურენციის აბავში მიიღონ მონაწილეობა აუცილებლად. ეს არის სხვა შუადღის ნაძვისხე, გაიცანით. ძალიან ლამაზია. და ეს არის ჯეპრა PR-ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია. მარკეტინგული კომუნიკაციების და PR-ის ისე მაინტერესებს კონცეფცია რაში. ალბათ ფერი მაინც დომინანტია ლოგოსი, ხო? ამ შემთხვევაში. ჩვენ შავ-შავში შევაჯამოთ ეს კონკურსი აქ მე როგორც მახსოვს. დიახ. კი. ხო, მეც მახსოვს. ორგანიზებით ყოველწლიურად. მადლობა გვინდა რომ გადავხადოთ ესეთი მსგავსი ღონისძიების ორგანიზებისთვის, რომელიც ტრადიციად იქცა. ხარდამჭერია მე. და იმას რატო ჩაუარე? რომელს ის თქვი და არაერთხელ მიუბრუნდებით. შენ გააკეთე ძიმა? აბა რა, და გამები გავაკეთე. კარგით. აქ არის ხილი, ბოსტნეული, კენკრა, ყველანაირი რამ რაც შეიძლება ბაღჩაში, ბოსტანში მოიპოვა მიწაზე ადამიანმა, ხეზე მოკვიფო და ასე შემდეგ. ეს არ არის ძნელი მისახოთრივისია. მარნეულის. მოდი ავტორმა მოგვიყვეს. ეს არის მარნეულის სასურსათო ქარხნის ნაწისხე. ნუ როგორც თავიდან შენ აღნიშნე გვანცა, ორი მთავარი კონცეფცია იყო მნიშვნელოვანი. ერთი რომ შეგვენარჩუნებინა ის მთავარი აზრი რომ ყოფილიყო სადღესასწაულო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ეს და მეორე მარნეულის სასურსათო ქარხნის ამ ბრენდის ხასიათი ყოფილიყო აუცილებლად ნაჩვენები. აქედან გამომდინარე ვიფიქრე რა შეიძლებოდა ხომ გამოკეთებინა და მათ აქვთ ესეთი სლოგანი 100%-ით ქართული და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ ჩვეულებრივი ნაძვისხე კი არ ყოფილიყო მოცნული კალათის მსგავსი მასალით გაკეთებული რომ ასოციაციურად ამ ქართულ მიწასთან საქართველოსთან ყოფილიყო დაკავშირებული და ის აქსესუარებიც რაც აქვს ნაძვისხეს ესეც რა თქმა უნდა თემატურად უკავშირდება იმ საქმიანობას რომლითაც ეს ხარხანა არის დაკავებული და ბოლო მონაწილე დაგვრჩა სტუდიაში ჯერჯერობით სტუდიაში მყოფი წარმატგინოთ ვისოლის ნაძვისხე დაგითმე დიზაინს ჩვენ დიზაინერები არ და რაღაცნაირად იხდება ფერში კი იხდება ვისოლის ნაძვისხე ხო საწვავიც უხდება შენ მანქანას საწვავის მარტი და ვენტისით ხო სამივე ესეთი ცნობილია ასე ხარ უბრალოდ მიმეყენებინა შეიძლება ზექრისტე ესე მოუხდი რომ თავიდან რომ ეფიქრათ და შევთავდე ეს ეგრეთ წოდებოდი გამოვშკად ძალიან ლამაზია და ესეც ორიგინალურია თამით უეტეს ამ კომპანიისვე ბენზინგასამართის სადგურები და დაწესებულებებია მიკრული სათამაშოების ნაცვლად ძალიან ლამაზია კარგით ვირტუალური ნაძვისხეებიც მონაწილეობდა ხო ამაზე მინდა მომიყვეთ ძალიან საინტერესო სიახლეა ეს არის ნამდვილად სიახლე მეც გამიკვირდა რომ დამირეკეს და მითხრას რომ ვირტუალური ნაძვისხე უნდა წარმოგიდგინოთ და მეთქი როგორ ფიზიკურად ხელშეუხებელია მაგრამ შესაძლებელია მისი დანახვა სურათის გადაღებაც ვერ მოვიტანდით სტუდიაში ანუ არის სტუდიაში ფაქტობრივად ფიზიკურად არ ჩანს უბრალოდ iPad-ით პლანშეტით და Android-ისა და Apple-ის ტექნიკის მეშვეობით შესაძლებელია მისი დანახვა. ხედავ? დედა მასაც აძლევდნენ ხმას და ძალიან ბევრ სურათს იღებდნენ
საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და განსხვავებული იყო სხვა საახალწლო ფესტივალებისგან ამის გათვალისწინებით. აი შენს წინ არის ქრისტინე ხედავ? ნელა ნელა არ მიეჯახო. ისე შემოგვეტანა ერთად, მაგრამ შენ დავინახავით მარტო, ხო? მაყურებელი ხედავს მაყურებელი ხედავს. და როგორ ხდებოდა ასე ვთქვათ ხმის მიცემა ამ ფესტივალზე? დიახ, თითოეულ ნაძვის ჰქონდა თავისი ყუთი. ჩვენ შევქმენით მეკლე ფურცლები, გადავწყვეტეთ რომ თითოეულ ნაძვის დღეს ისევ საახალწლო თემატიკიდან გამომდინარე მეკლეები ყოლოდა. ხალხი რომელიც საახალწლო ფესტივალს სტუმრობდა, ათვალიერებდა ნაძვის დღეებს, ირჩევდა თავის ფავორიტს და მეკლე ფურცელს შესაბამის ყუთში ათავსებდა. წეგან გავხსენით ეს ყუთები რომ გამოგვევლინა და აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი ეს პროცესი ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს, შენს გადავიღეთ. ეს მოხდა რამდენიმე წუთის წინ ჩვენ სტუდიაში. ძალიან ბევრ ადამიანს მიუღია მონაწილეობა. მე მაგარია ზა. და მოხდა ამ ფურცლების დათვლა, ხო? შემდეგ. დიახ, ეს ფურცლები დავთვალეთ და ჩვენ სტუდიაში გვაქვს შედეგები. მართლა, ეს უკვე ნახოთ რომ მაყურებელს ვაჩვენოთ რომ დარწმუნდა რომ ესაც ნამდვილად არის გამჭვირვალე პროცესი და ეს ვიღაცამ დანიშნა კიდევ თავისი მეკვლის ფურცელი რა იცი ახლა. გავჭერით ყუთები. რომელიც თითოეული ნაძვის ხეს ქვეშ იყო და დადებული, ასე ვთქვათ. და სულ რამდენიმე წამში გავიგებთ შედეგებს. რომელსაც თიკო გვეტყვით, ხო? დიახ, გეტყვით. ძიმა ის ხო? აღსანიშნავია რომ ანუ ექსკლუზიურია წეგან თქვენს თქვით, არც ერთმა კომპანიამ არ იცის ვინ არის გამარჯვებული. და სხვათა შორის ამ კომპანიის წარმომადგენლები კადრს მიღმა რამდენიმე დამჩნო რომ არიან. და სერტიფიკატი გადაეცემა სიმბოლური ისიც საახალწლო ფესტივალის გამარჯვებულ ნაძვის დღეს კომპანიამ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი. რადგან წარმოადგენელი არ ყავს ნაძვის ხეს შეგვიძლია მიულოცოთ. გილოცავთ, გილოცავთ. მე ჩამოვარდე, რაღაცა გააკეთე. ჩამოვართვა ხელი წიწურს. გილოცავ. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენმა მაყურებელმა ნახოს ეს ულამაზესი ქმნილება მართლაც. რომელიც ჩვენ სტუდიას ამშვენებს დღეს. ასე სიმბოლური სერტიფიკატები არის ყველა მონაწილისთვის. კარგი. თუ გეგმავთ სამომავლოდ რა თქმა უნდა რომ გაგრძელდეს ეს ფესტივალი მომავალ წელს და ამ ნაძვისხებს რა ბედი ეწევა, როდესაც ვთქვათ, გადმიდიან. ხაშუატის სტუდიას დაკავებს. კომპანიებს აქვს თავისუფალი არჩევანი, სხვადასხვა წლებში იყო რომ ქველმოქმედებაში მიდიოდა, ასე ვთქვათ, რომ უპატრონო ბავშვთა სახლში ათავსებდნენ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას უპირებენ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თავის გზას ყველა ნაძვის ხე იპოვის. ისეთ ლამაზია, რომ დიდი ხანი არ უნდა დაიშალოს, სანამ არ შეძლებს. კი. მოგწერეთ იდეები თუ გაქვთ. ხო, მართლა და იქნება ხო, შევთავაზებ ჩვენ ფლობელებს და იქნება მათ ეს იდეა მოეწონოთ და განახორციელონ კიდევაც. შვენიერი აზრი. დაიწყეთ წერა. იმედი რომ გული არ დასწლა ხო თქვენს კომპანიას რომ ვერ მოხდა გამარჯვება, მაგრამ მე ვფიქრობ რომ თავისი მიზანი შეასრულა. რა თქმა უნდა. და თითოეული გამარჯვებულებს რომ ყველა თავისებურად ლამაზია და ორიგინალური, ასე რომ გული დასაწყვეტია ნამდვილად არ არის. და რაც თავარია, ჩემი აზრით ჩვენს მაყურებელს დიდი სიამოვნება მიანიჭეთ იმის რომ აქ მოიყვანეთ ეს ნაძვისხები, იმიტომ რომ ჩვენი სტუდია ისედაც რა ლამაზი იყო და კიდევ უფრო ლამაზი და არა რვამაგად. ძალიან მეშინია მე რომ 31-ამდე გული არ გამისქნეს ესეც ლამაზია. ისედაც ხო ჩემი გოგოები ხო თავისთავად და მე კიდე ემატება და ემატება. რა იყო განსა? ხო არ გათქვი? ძალიან დიდი მადლობა. კიდევ არ ველოდები ხოლმე შენგან კომპლიმენტებს და ცოტა იქეთ მოისვა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მოსვლისთვის და ჩვენ გავთ რეკლამაზე. რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. მალე.